ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში სულ უფრო მეტად აქტიური ხდება ციფრული მინიმალიზმის მოძრაობა, რაც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას სმარტფონების ეკრანთან გატარებული დროის ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით. ამ სოციოკულტურულ ფენომენზე საუბარს არსენ სეპიცკვერიძესთან ერთად გავაგრძელებთ, რომელიც გვიამბობს, რატომ ხდება ეგრეთ წოდებული სულელური ტელეფონები კვლავ პოპულარული. არსენ, მოგესალმებით, გვიხარია, რომ ჩვენთან ხარ კვლავ ამ საინტერესო სიახლეებით, რომ მოგვიყვე, რას ნიშნავს საერთოდ სულელური ტელეფონები, რომელიც ვახსენე. მოგესალმებით, ნინი ლევან. უახლესი კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ სმარტფონზე მიჯაჭვულობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ადამიანების ძილის ხარისხზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და ზოგად ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც პრინციპში ახალი ინფორმაცია არ არის და სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ ტექნოლოგიურ ბაზარზე გაჩნდა ახალი თაობის მინიმალისტური მოწყობილობები, ეგრეთ წოდებული სულელური ტელეფონები, რომელთა მიზანიც არის ადამიანებში ყურადღების დეფიციტის პრევენცია და მათი მენტალური ჯანმრთელობის დაცვა. სახელი ძალიან საინტერესო ტელეფონის სულელური. რას ნიშნავს ეს კონცეფცია, რაც წარმოადგენს ვაგონს? მე ზოგადად უფროსი თაობის ადამიანებისგან ხშირად გამიგია, რომ ნეტავ ტელეფონს ჰქონდეს მხოლოდ ის ფუნქციები, რაც ჭირდება. ზარისა და მესეჯის გაგზავნის და ეს სხვა მთელი რიგი ფუნქციები საერთოდაც არ ჭირდება. სწორედ ამაში მდგომარეობს სულელური ტელეფონების კონცეფციაც, რომ ტელეფონს ჰქონდეს მხოლოდ საჭირო ფუნქციები, როგორც არის მაგალითად ზარისა და მესეჯის გაგზავნის და რაც თავარი არ ჰქონდეს სოციალური ქსელებისა და სხვა ფერადფერადი აპლიკაციების ფუნქცია. მესმის ეს მინიმალიზმის და ეს პატარა შეზღუდული ფუნქციების მნიშვნელობა, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ისეთი რეალობა გვაქვს, რომ განათლება, ჯანდაცვა, ყველაფერი არის ტელეფონთან დაკავშირებული რა ჩვენი ცხოვრება და არ ვიცი რანაირად შეიძლება რომ ესეთი მინიმალისტური შეძლონ რომ მხოლოდ ზარი და მესეჯები ჩამოფარგლოთ, დღესდღეობით ძალიან რთული იქნება ალბათ. ექსპერტებს აქვთ ამაზე ასეთი პასუხი, რომ არსებობს ოპტიმალური გამოსავალი, რადგან Android-ებს, iPhone-ებს თუ ნებისმიერ სხვა smartphones აქვს ფუნქცია, რომ გახდეს სულელური ტელეფონი. მაგალითად, ჩვენი iPhone-ი ან Android-ი შეგვიძლია გადავაქციოთ სულელურ ტელეფონად იმ გზით, რომ შევუზღუდოთ მას ფუნქციები და მისი ეკრანი შავ-თეთრი გავხადოთ და დავტოვოთ ასევე ის ფუნქციები და ის აპლიკაციები, რაც გვჭირდება. ასე მარტივად შეიძლება გადააქციოთ. დროებითი მოხსნა, ისე როგორც ახსენეთ ფერადფერადი აპლიკაციების ეფექტურია, მართლაც შეუძლია რომ შეცვალოს დამოკიდებულება. თავარი აზრი მდგომარეობს ნეიროფსიქოლოგიური წინააღმდეგობის შექმნაში, რომ სმარტფონი აღარ იყოს დოფამინისა და სწრაფი სიამოვნების წყარო და ადამიანმა შეძლოს ტექნოლოგიური დეტოქსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ კონტროლი ჩვენს ყურადღებაზე, შევამციროთ ჩფოთვა და რაც თავარია ტელეფონი ვაქციოთ პასიურ და მხოლოდ საჭიროებებზე და აუცილებლობაზე მორგებულ ინსტრუმენტად. ინტერესო. ნამდვილად დეტალია. რაც ასევე მაინტერესებს, საბოლოოდ რომ ვაკვირდებით, ეს ტექნოლოგია არის პასუხი დღევანდელ კულტურაზე, ხო, სადაც ვიკნებ ტელეფონებს გამუდმებით და ჭარბადაც კი რა თქმა უნდა. რამდენად ფიქრობ, რომ რას მიგვანიშნებს ეს საჭიროება რომ გასცენ, რომ უკან წასულში დავბრუნდეთ ისე? დღესდღეობით smartphone-ებს და სხვა გაჯეტებს აქვს ჩვენი ცხოვრება დაკავებული და პარალიზებული. პირადად ჩემთვის არ ვიცი თქვენ შემთხვევაში როგორ არის. ხო, ეს ტრენდი მიგვანიშნებს ერთ რამეზე, რომ თუ აქამდე ტექნოლოგიური კომპანიების შემთხვევაში ინოვაცია განისაზღვრებოდა იმით, რომ რაღაც სასწაული ინოვაციური ფუნქცია უნდა დაემატებინათ ამა თუ იმ Android-ისთვის თუ, რა ვიცი, ლეპტოპისთვის თუ სხვა მოწყობილობისთვის, დღეს ინოვაციურობა განისაზღვრება იმით, რამდენად შეუძლია მოწყობილობას დაიცვას ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა, დაიცვას ადამიანის ციფრული და ინფორმაციული ხმაურისგან და საბოლოო ჯამში გახდეს ის ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და არა, თქვათ, საჭიროებების დამამსხვრეველი და მისი ცხოვრების პარალიზება არ გააჩინოს ზუსტად ეგ არის. ეს ფერადაც რო ახსენა, რომ ფერადი აღარ იყოსო და ხო, შავ-თეთრი ეკრანი ამ ნეიროფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას წარმოშობს. არც მიფიქრია, რომ შეიძლება ეგ იყოს ერთ-ერთი, ისე ვთქვათ, მიმზიდველი ნაწილი. როცა TikTok-ზე შევდივარ და იქ ფერად-ფერადი ვიდეოები ხვდება, ავტომატურად გვინდა რომ დავსკროლოთ და ვეღარ ვშერდებით. თავად თუ ცდიდი ასეთ შენამის გამოყენება. არა მგონია. და სულელური ტელეფონების გამოყენება მე ძალიან გამიჭირდება მაგალითად, იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებული. დავრუნდებით იმ ეპოქაში, სადაც Nokia იყო. თავარი ტელეფონი. ძალიან დიდი მადლობა არსენ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო შენი სტუმრობა ჩვენთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა არსენ.